მოგესალმებით მეგობრებო, მანუ ქალბატონი ნანუკა ჟოჟოლიანისადმი პროკურატურის დაინტერესება უკვე ნათელია. ამ ფერუმ შენქალობას არის ასეთი გამონათქვამი, ნამდვილად მას ლომის წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს აქციები კიდევ სრულდმუნავს, ჯერ აქციები კიდევ იბძვის. ის რამოდენიმე ათასობით ადამიანი, რომელიც გაუტეხელია ყოველდღე დგას, აი იმ ქალბატონის ლომის წილია. მე მინდა ახლა მთავარი ძირითადი განცხადება მაინც სხვა გავაკეთო, ჩემო ემიგრანტებო, ყველას ვთხოვთ, რომ აი ძალიან ბევრს მუშაობ ამ საკითხზე, მე არა მარტო, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი უკვე ინტერესია გამოხატული, რომ 30 რიცხვში, მხოლოდ 30 რიცხვში, 31 ორშაბათია და არ გამოვა, უფრო თორემ კარგია ორშაბათი, მაგრამ სამუშაო დღეა და ემიგრანტებისთვის სამუშაო დღე ვიცი რას ნიშნავს, ამიტომ 30 რიცხვში კვირა დღეს შესაბამის დროში საბერძნეთი ბელგიას დრო განსხვავდება, ამიტომ შესაბამის დროში 2-3 საათზე დავთქვამთ აქციას, ვიბძვით ამისათვის უამრავი უკვე ემიგრანტი. აქციები კარგი იქნება და აუცილებელიც იქნება, რომ გაიმართოს ადმინისტრაციულ შენობებთან, მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, კანცელარიასთან, პრემიერ-მინისტრის სახლთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მერიებთან, სადაც ახლა დედაქალაქი არ არის, გაიმართოს იქ და მოთხოვნა, რა თქმა უნდა, უცვლელი და მოთხოვნა ევროპას, რომ დააჩქაროს სანქციები, რაც შეიძლება დააჩქაროს სანქციები და ეს სანქციები იყოს მრავლის მომცველი თავისი ქონებების დაყადაღებით. აი ეს იქნება ძირითადი მოთხოვნა და მინდა კიდევ ერთხელ ხავსვაზით ჩვენ თუ გვინდა ჩვენ ქვეყანაში დაუბრუნდეთ. მაშინ ახლა აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, თორემ დაბრუნება კი არა. ემიგრაცია გახდება საქართველოს და საქართველოს გახდება რაღაცა სხვა. ანუ ემიგრანტი მეტი ქართველი იქნება ემიგრაციაში, ვიდრე საქართველოში და იქ იქნება სხვაერი დომინანტი და უმრავლესობა. აი ამისკენ მივექანებით და თუ კი ეს არ გვინდა, ყველამ გამოვიდეთ აუცილებლად 30 ევროპის ბევრ ქალაქში, რაც შეიძლება ბევრ ქალაქში ევროპის და ევროპამ დაინახოს და დაინახოს საქართველოში იმ მებრძოლება, რომ მათ გვერდში ვართ, არ დავნებდებით მათ სავით. მადლობთ ყურადღებისათვის.